ძალიან მაგარი ადამიანი, ჩემთვის პირადად და უამრავისთვის და ყველასთვის დარწმუნებული ვარ პატივსაცემი და საყვარელი ადამიანი იყო სტუმრად. და სულ მინდოდა მომცემოდა საშუალება მეთქვა რომ ნუ შემოქმედება და ის გასაგებია, მაგრამ თქვენ გვარზე ვგიჟდები, აი. ერთ-ერთი ძალიან მაგარი გვარია, რაც გამი ღვთისიაშვილი მიყვარს კიდე ძალიან გვარი. ისე მამა ლამაზიშვილი არსებობს? მამა ლამაზიშვილი არ არის ხოთაშორი. ლამაზებზე ბევრი გვარია ხოთაშორი. ჩემი მეზობელი არის ლამაზოშვილი, ლამაზიშვილი, კოჭ ლამაზაშვილი არის ჩემი მეგობარი თეო, დედა ლამაზიშვილი აგერ მე ვარ ჩემო ბატონო. კიდე ლამაზებზე ასლამაზაშვილი არის. ასლამაზაშვილი. თან სულ შვილით რომ თავდება ძე არა. ძე არა. ლამაზი ძე არ არის ეგეთი. ხო, ანუ რატომღაც ანუ შვილი გოგოც არის. სამაგიეროდ ძეზე კაი გვარები ვიცი, აგერ გოგოლაძე და სახვადაძე. რადო და მიშო. კი ბატონო. წავადგინოთ მაინც თქვათ ჩვენი სტუმრის ვინაობა, კი დარწმუნებული მაყურებელი მიხვდა იცნო. საქართველოს თავარი მგზავრი. ანსამბლ ჯგუფ გზავრების სოლისტი გიგი დედალამაზიშვილი, გამარჯობა როგორ ხარ? კარგად, თქვენ როგორ ხართ? გამარჯობა და ძალიან დიდი მადლობა რომ მადლობა თქვენ. რას ლაპარაკობთ? პირიქით მე მიყვარს თქვენი გადაცემა. ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ და მინდა რომ ბევრი წარმატებები გისურვოთ. ძალიან დიდი მადლობა. მოუყვეთ ის მესიჯი სამბავი და მოუყვეთ გიგის რომ მივწერე, რომ მეთქი ასე გადაცემით რაღაცა და პასუხს ველოდებოდი სტანდარტულს რომ აი რა გადაცემა, რა ინგრედაინგრევო თქვენი დიდი ხალხი მაგრამ არაო. ვერ მოვახერხებ როგორც წესი ზოგი დაკავებული მოკლედ და გიგის მესიჯი რომ მოდის რომ კი დიდი სამონებს ვიცი თქვენი გადაცემა და ძალიან მომწონს და მიშოს მიწერე აივე მიშო მაგარი რაღაცა მეთქი და ორივე ცრემლები ვაღვარღვარეთ ერე გახარებულებ. ხარით ბიჭო. იცით როგორ არის გიგი? თელ გულს ვდებთ რეალურად. კი, რაღაც გამოგვივიდეს და ჩვენთვის პატივსაცემი ადამიანი რო იტყვის კი ვიცი და მომწონს, ბევრს ნიშნავს ჩვენთვის, რა ვიცი. აი, მესმის აბსოლუტურად ჩემთვისაც ესეა ხოლმე, რავი, სიმღერას რო დავწერა რაღაც და ვიღაცა რო მეტყვის რო რაღაც მოვისმინეო, აი ისე მიხარია ხო? ისე მიხარია რომ მეცრემლები მომწონს. ანუ მივხვდი ჩვენი და კი, ზუსტად მივხვდი რა. ზუსტად მივხვდი, კი. მოდი, როგორ დავიწყოთ ისეთ პირველი ჩემ შვილთან გაცნობა, ჩემი შვილის გაცნობა რომ ახსენდება, ჩემი თავის მწხვენია და ბრაზდები ხოლმე, იმიტომ რომ შემეშინდა ისეთი რაღაცნაირი იყო. თუ გახსოვთ გიგის ემოცია, პირველად რომ შვილი დაინახეთ, ხელშიო დაიკავეთ და კი, მახსოვს, მე ჩვენ საკეისროთ იმშობია რა შემოწმ თვალის პრობლემა ქონდა და აქედან გამომდინარე ექიმმა თქვეს რომ -4 აქვს და შეიძლება -8-10-მდე ავიდესო და ერთ სიტყვით საკეისრო ვითხრეს რომ საკეისროთია და აქედან გამომდინარე მთხოვა რომ შენს დაესწარიო და მეც დავესწარი. მაგრამ თქვეს რომ დედაზე ვერ დავაწვენთო ბავშვსო და პირველი კონტაქტიო მამასთან უნდა იყოსო. ხო და? აი ეს იყო პირველი, როცა ლიზიკო გაგვიშთა და უცებ გამხადეს ზემოდან, დავწექი და პირველი კონტაქტი ბავშვი დამაწვინეს და რაღაცნაირად აი შეცვლილები წავმივიდა. აჯადაბა. კარგია რა გინდა. ხო არა, ის პირველი ემოციები ძალიან მაგარია. ის თუ გახსოვთ გიგი, როგორ გითხრათ? მე უყლე მამა გახდებიო, რამე ისეთი იყო განსაკუთრებული თუ? განსაკუთრებული იყო, კი, იმიტომ რომ პირველ რიგში სანამ ბავშვის გადავიწყებდით ფიქრს, დიდი დრო გავიდა ჩვენ რო ხვდებოდით ერთმანეთს. ანუ ჩვენ რო დავიწყეთ ურთიერთობა და რო შეგვიყვარდა ერთმანეთი, ზუსტად დაახლოებით 5 წელიწადში გაგვიჩნდა ლიზი. და ეს რაღაცნაირად უფრო ჩემი ის იყო, რა ქვია, ფინანსურად ვერ ვიყავით კარგად და სულ რაღაცა შიში მქონდა რა, ხვალინდელი დღის, როგორ გავზარდოთ ბავშვი, როგორ აქედან გამომდინარე ფეხს ვითრევდი, ხო და ფეხს ვითრევდი მეც და ნუ პრინციპში მარინაც რა თქმა უნდა, მაგრამ მე სპეციალურად მახსოვს რომ ბავშვისთვის სპეციალურად ცალკე ანგარიში გავხსენი, ცალკე დავიწყე იქ ანგარიში რაღაცეების ფულის შეგროვება და რაღაც თანხარო დაგროვდა, თქვი რომ აი მე მგონი რაღაცა პერიოდი ხო, ზოგადად მე ძალიან შიშარა ვარ ეგეთ რაღაცებში, ხვალინდელი დღის, იქიდან გამომდინარე რომ არ მაქვს სტაბილური პროფესია, რომ არ არის მსახიობობა და მუსიკოსობა, რაც მე ვარ, რომ დღეს რომ ღერი არანაირი გარანტია არ არის იმის, რომ ხვალაც იმღერებ, აქედან გამომდინარე სულ მეშინია ხვალინდელი დღის და გადავწყვიტეთ რომ რა თქმა უნდა მე წავედით ექიმთან, რაღაც ანალიზები ჩავაბარეთ, გენეტიკური ანალიზები ჩავაბარეთ, შეთავსების რაღაცები, რაღაც კიდე დაავადებებზე ჩავაბარეთ და კაი უქენიც რო ჩავაბარეთ, იმიტომ რომ
მეც ვქენი. ხო. მე მეორე შვილზე ვქენით, ანუ სრული გამოკვლევა გავიკეთეთ მეც და მეუღლემაც პირველზე არა და არასწორია. მე ვქენი და აღმომაჩნდა რომ ჩვენ ყავდა ქუჩის ძაღლი შევიფარეთ და ის ჩვენთან ცხოვრობდა დიდი ხანი დაახლოებით 8 წელი და ძაღლების და კატებისგან გადასული რაღაც დაავადება რომელიც ანუ შენ არ გაწუხებს არც იმ ძაღლს არ აწუხებს მაგრამ ბავშვზე და რაღაცაზე შეიძლება რაღაცა პრობლემები იყოს რა ქვია დაავადებას დამავიწყდა ხო და ეგეც ვიმკურნალე კი ეგ ვიმკურნალე და მივდიოდი უკრაინაში გასტროლზე, ჩემი ცოლი რჩებოდა აქ და წავედი გასტროლზე და ჩამოვედი და საღარ არ დამავიწყდება, სამზარეულოში შევედი და ტესტი მომცა რომ გავგიჟდი. პირველ შვილზე ეგრე ზუსტად გვანცან შემეუღლე ტესტი მომცა და ვერ მივხვდი და რა მეთქი და ნახე, ხო ხედავ რა მეთქი, ვერ მივხვდი რა. ხო და ჩაიქნია ხელი არა და ელოდა სიურპრიზი რომ აი ნახე რა მე ვერ მივხვდი და მეორეზე მივხვდი და აი შოკი იყო ჩვენ მეორეზე მქონდა პირველი ანუ ძალიან იცე მოხდა რა უცებ ანუ უცებ დაორსულდა მარინა და მე ხა ლაპარაკი ძალიან მიყვარს და აი ხუმრობით მოვიდე ყველას რომ მეოთხარ სნაიპერს მეძახიან უბანში უკვე სნაიპერს მეძახიან და პრობლემა არ არის კაცო რას ლაპარაკობ თავარია შევხედო მარინას და უკვე დაორსულდება და რაღაც და მეორე ბავშვზე წელიწად ნახევარი მეორე ბავშვზე ესე იგი რა აღარ ვქენით რა აღარ გავაკეთეთ სათავარ ვიყავით ეგრე ბედმა ეგეთი ხუმრობით დავცინა თქვარო გიგი სამ სიტყვას გეტყვი და ყველა სიტყვა დაასრულე კარგი დედა არის სითბო კი ბატონო მამა არის სიყვარული და რაც თავარია შვილი ხარ შენ რა კაი პასუხია სხვადასხვა მამების დრო ხო ქვია ჩვენ გადაცემას და სტუმრებისთვის რო გითხოვთ ზოგი ქალიც ყავს სტუმრა ზოგი ისეთი მამა ყოლია რომელიც ჯერ მამა ადამიანი ყოლია რომელიც ჯერ მამა არ არის და ყველას კითხვა უჩნდება რომ მამა რომ არ ვარ და ზუსტად მაგას მე მამების დრო აღვიქვი როგორც თქვენი მამების ეგრეთ შეიძლება მაგრამ ჩვენი პასუხია შვილი ხომ ხარ ანუ მამასთან ურთიერთობა გაქვს მამა იცი და შესაბამისად ხო და როგორ შეცვალა გიგი აუ სანამ მაგკითხოს დავსვათ ჩვენი მეგობრები არ დავიწყდება ხოლმე ხანდახან მაგრამ არაუშავს კომპანია F1 მე რეიტ სპონსორი არ აქვს გავიწყდება კომპანია F1 რომელსაც ჩვენი ტექნიკა გააძლიერა თავისი ძალიან მაგარი თანამშრომლებით კვალიფიციური თანამშრომლებით და კომპანია დუგლაძეების ღვინის კომპანია თავისი სლოგანით ქართული ხასიათის მრავალფეროვნება რომელიც ძალიან უხდება ღვინოსაც და თითოეულ ჩვენ რეალობას. ძალიან კაი სპონსორები ყავს სხვათა შორის. დუგლაძეც ძალიან დიდ პატივს ცემ. დიდი მადლობა. მაშინ თუ მე საჩუქარი მერე იყოს. მადლობა მოკეთებ ხალხს ვინც გვერდში გვიდგას და კითხვა გავიმეორე ხოდი როგორი გახდა გიგი რაც ლიზა მოევლინა ქვეყანას. თუ შეცვალა მამობამ და შვილმა მოკლედ. იცი ამომივიდა. აი პირველი შეხება იყო რაღაც ფანტასტიკური და შემდეგ რაღაცნაირად დიდი ისე რომ ვილაპარაკო რა გულწრფელად რო თქვა დიდი ხანი რაღაცას ვერ ვგრძნობდი და სულ ეს პრობლემა მქონდა რომ აი რაღაცა ვერ რაღაცნაირად აი თითქოს ვერ ვგრძნობდი ამ რაღაცას რა ანუ და ძალიან ნერვიულობდი ამაზე დიდი ხანი რომ მეთქი აი იმიტომ ჩემი ცოლი ეგრევე რაღაცნაირად შეიცვალა, ეგრევე დედა გახდა, ну ქალები სხვანაირად. თან 9-11 ურთიერთობა აქვს ქალებს. კი, და მართლა ნაწილი არის ბავშვი და ჩემი ცოლი რაღაც სხვანაირად შეიცვალა და მე რაღაც პერიოდი, არ ვიცი, სავსებით დიდი ხანი რაღაცას ვერ ვგრძნობდი და აი, როცა დავიწყე მასთან უკვე ურთიერთობა, აი ურთიერთობაში ნელ-ნელა გავათვითცნობიერე რომ მამა ვარ და რაღაცნაირად სხვანაირი გავხდი ალბათ როგორც ყველა მამა. ჩემმა ეგოისტურმა, ჩემმა ეგომ უკან გადაინაცვლა, როგორც ყველა შემთხვევაში ხდება ალბათ და წინ წამოვიდა ჩემი ოჯახის და ჩემი შვილის ღირებულება და მნიშვნელობა უფრო წინ.
ზუსტად ეგრე ვიყავ, მეც ვამბობ ხოლმე, რომ პირველ შვილზე ვერ ვიგზენი მამობა, რა, ვერ ხვდებოდი. რა მოხდა, რა უნდა გამეკეთებინა, არ ვიცი. მე ანუ მარტო არ ვარ, ხო? რა კაი. მეც გამიხარდა, ეხა ეგ რომ მოვისმენთ. მე პირველ შვილზე რომ დაიბადა, ნუ ახლა რა თქმა უნდა გამიხარდა და უფრო ვიგრძენი პასუხისმგებლობა. ის სითბო, სიყვარული, ვერაფერი, რაღაც ერთი თვის მერე ხო, აი ეგრე მოიტანა. მეორეზე ასა არ ქონია ეგ, მეორეზე ეგრევე, ხო, თითქოს აი ის განცდა უკვე ვიცოდი რა იყო. მე მაინც კადრს შევხედავ თან რა. კი ბატონო, მე კითხვას დავსვავ, სანამ დაბრუნდები. მიდი. მამასთან როგორი ურთიერთობა გქონდა? მაგარი. მამაჩემი არის ძალიან მე ძალიან მადლიერი ვარ, ჩემი საერთოდ ოჯახისა და ჩემის მამაჩემის და ბებიაჩემის, ბაბუაჩემის, მაგრამ აი მამაზე რახან დამის კითხვა, მამაჩემი არის ალბათ ყველაზე მაგარი ჩემი მეგობარი რა. აი ყველაზე ძმაკაცია ჩემი რა. რომელთანაც მაქვს ისეთი ძალიან მეგობრული ურთიერთობა და ჩემი მესაიდუმლეც არის, ჩემი მეგობარია როგორც ვახსენე, თანამზრახველია და მისი იმედი მაქვს ძალიან დიდი იმედი მაქვს მისი აი ყველაფერში ცხოვრებაში აი არ არსებობს რამე არ გამეკეთებინოს და მამაჩემი ჩემს გვერდში არ დამდგარიყოს რა, იმიტომ რომ ბევრჯერ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში ისეთი ფაქტები, რომ მე არ ვიცი, თქვა აი ჩემი შვილის შემთხვევაში მე როგორ მოიქცევი და მოიქცევი თუ არა, ისე როგორც მამაჩემი მოიქცა, იმიტომ რომ მაგალითად ვსწავლობდი ტექნიკურ უნივერსიტეტში, მეორე კურსზე დაახურე, მესამეზე გადავდიოდი და დედაჩემმა და მამაჩემმა რაღაცა სამსახური მიშოვეს ბანკში, არ ვიტყვი რეკლამას. მაშინ იწყებოდა ეს აი 2004 წელი იყო და იწყებოდა მაშინ ეს სესხები და რაღაც ისეთი ამბები და ნუ ეს იყო დავიწყე მუშაობა და არ მივედი რომ მე მსახიობობა უნდა გადავწყვიტე და მსახიობი უნდა გამოვიდე თქო და ნუ გავიდან კი გაუკვირდათ ჩემებს, მაგრამ მაგაში მითხეს რომ კარგიო, მე წავედი თეატრალურში და მოხვდი ფასიანზე და უკვე დიდი ვიყავით, ან 19-20 წლის ვიყავი თეატრალურში ჩავაბარე და მოხვდი ფასიანზე და მამაჩემი რომელიც იმის იმედი ქონდა რომ მე ოჯახს დავეხმარებოდი და ვიმუშავებდი და რაღაცა ჩემი ფული მექნებოდა, აღმოჩნდა რომ კიდე 4 წელი იმის გარდა რომ ყოველდღიური ფული უნდა მოეცა, სწავლის ფულიც უნდა გადაეხადა, მაგრამ მაგაზეც თქვა რომ თავარია შენ გინდოდეს. მე უკვე მგზავრების რო წამოვიდა, პირველი ალბომის ფული მამაჩემმა მოგცა. და ანუ ეს მარტო ფულზე არ არის რა. ეხლა ისე გამოვიდა რომ თითქოს მარტო ფულზე არ. ეს უბრალოდ არის იმაზე რომ მამაჩემი ყოველ ჩემს რაღაც წამოწყებაში რა რითაც შეეძლო და როგორაც შეეძლო, სულ იყო ჩართული რა. რა მაგარია მამის ასეთი იმედი რო გაქვს. დარწმუნებულობა ფულზე არ არის, აქ ლაპარაკი უბრალოდ ჟესტზეა, თვითონ როგორ გიდგას როგორ გიჭერს ხარს მერე შვილს შეცნობის დაშვებისაც არ გიშინია. რაღაცა რომ შეგეშალოს, იცი რომ მამასთან მიხვალ, დაელაპარაკები, არ გაგრიყავს. არა, არ გაგრიყავს, არა. და ხო, ეგ ძალიან მაგარი გვერდში დგომაა რა. ძალიან. აი ერთ-ერთი მიზანი რაც მაქვს კიდე ამ ჩვენი გადაცემით, იქნებ მეც ვისწავლო ეგლადო, როგორ ორი ბიჭი მყავს კიდე და ერთი გარდატეხის პერიოდში ახლა შევიდა და ის მომენტი მაქვს რომ მენდონ და რამე რო გაუჭირდებათ მოვიდნენ და მითხრან რომ ესია და მინდა რომ ეგეთი მამა ვიყო და არ ვიცი რამდენად ვახერხებ რა ყოველ შემთხვევაში მინდა რომ ჩემზეც მე ჩემმა შვილმა ასე ისაუბროს მეც მინდა ეგრე რომ ჩემმა შვილმა თქვას რავი როგორ მოვახერხებ მეც არ ვიცი აი არ ვიცი აი მამაჩემ სხვა შორის ესეთი რაღაც აქვს ჩემთვის ნათქვამი რამდენიმეჯერ რომ ნუ ბევრჯერ არა 1-2 თქვა რომ თვითონ პაპაჩემი იყო ძალიან მკაცრი და ძალიან მკაცრად გაზარდა მამაჩემი რომელიც იყო ძალიან ნიჭიერი ბიჭი ისინი თემქაზე ცხოვრობდნენ მაგრამ მე-7 თუ მე-8 კლასიდან გადავიდა ვეკუას მეორე მათემატიკურ სკოლაში იქ წარჩინებული ბავშვები სწავლობდნენ ახლა და ის უბრალოდ ვერ ისწავლიდნენ იქ სწავლობდა და ძალიან კარგი ნიშნები და ნუ ძალიან ჭკვიანია მამაჩემი რა მე არ მგავს ხო და მაინც იყო რაღაცებით უკმაყოფილო სულ პაპაჩემი და იქონდა რაღაც ესეთი მეთოდები დასჯის მეთოდებიც ქონდა რაღაცა დასჯები და ერთ სიტყვით ძალიან რო არ შევიდე დეტალებში და თვითონ თქვა მამაჩემო რომ აი მაშინ როცა მსჯიდაო რაღაცებზეო თქვა თან 4-იანზე ან რაღაცა ისეთ რაღაცებზეო აი მაშინ თქვიო რომ მე აუცილებლად ჩემ შულს სხვანაირად მოვექცევიო რა და აი მაშინ გადაწყდა ეგ ამბავი რაღაცნაირად თავის თავზე რომ ეს უსამართლობა რა თქმა უნდა ყოველნაირი დასჯა და ეს რა ვიცი ფიზიკური მithumedes არის რაღაცა კატასტროფა აი ესე გადმოიტანა და მე ახლა
მე კიდევ პირიქით ის მაგალითი რომ აქვს მამაჩემის ესეთი მეგობრული გვერდში დგომის მაგალითი, მინდა კიდე აი იგივე გავაკეთო ჩემი შვილებისთვის. კარგია მაგალითები ზოგადად სულ ყველა გადაცემაში გვაქვს მაგალითზე რაღაც სათქმელი ხოლმე და აი ახლა ამ შემთხვევაში ასეთი მაგალითი აქ გქონია ჯერ. ხო და აი კარგია რომ მაგალითით სწორი ფორმა არჩია მე მამამ ურთიერთობის. მამაზე თუ გაქვს სიმღერა? ეს ლადოსის. ხო აი რატო არ არის მამაზე სიმღერა? ხოჭი მამაზე სიმღერა დედაზე რამდენი ზეგენია? ბევრია მამაზე არის. ამასაც ხო ვიპოვეთ რაღაცა ლადო. რაღაცა ვიპოვეთ სოსო კოპალეიშვილმა გვითხრა მე მგონი საბაძის სიმღერა იყო და ცოტა ხნის წინ ზაზახუციშვილის კონცერტზე ვიყავით. ო ზაზახუციშვილის ქონდა ხო? აქ იყო ზუსტად. კი, აქ იყო, კი. ერთ-ერთი სიმღერა ქონია მამასთვის მიძღვნილი, ოღონდ რო არ ეთქვა რომ მამაზე იყო ეს სიმღერა, მამასთვის ვერ მიხვდა. ტექსტში არ იყო ნახსენები, ხო? ტექსტში არ იყო. საყვარელო მამა რაღაცა არ იყო. მაგრამ არ მაგრამ მამაზე ქონია მიძღვნილი და ზოგადად ძალიან ცოდავთ მუსიკოსები. კი, ცოდავთ. პრეტენზიები როას გადავიდა. რატო არ არის მამას სიმღერები? კი, ეგრეა, ცოდავთ. და გამოასწოროთ. კი. მამებს ეკუთვნით. კი, ბავშვებთან უფროსი რამდენი წელია სკოლაში და 9 წლის არის უფროსი და 6 წლის არის უმცროსი. გრაფიკი გადატვირთული გექნებათ ალბათ, მაგრამ რაღაცა ურთიერთობას თქვათ იმ დონეზე რომ იმეცადინოთ ერთად, ახერხებთ. მეცადინეობას არა, იმიტომ რომ სკოლაში ამეცადინებენ. მაგრამ ჩვენი თავისუფალ დროს მაშინ როგორ ატარებთ? ჭორავობთ ხოლმე რა, მე და ჩემი უფროსი. მთელი კლასის ამბებს მიყვება, მეგობრების ამბებს მიყვება. და ეგ არის ალბათ ჩვენი რაღაცნაირი ყველაზე მთავარი გასართობი, რომ მისი ცხოვრებას რაღაც დეტალებს და არაფერს არ მიმალავს და რაღაცნაირად ეს ძალიან მიხარია. ბევრ რაღაცებს ცოტა ისე თითებს ვიჭამ ხოლმე, რომ ხან ვიღაცა ბიჭი მომწონს ის რა. რა თქმა უნდა უსმენ და მეც ისე სულ ცდილობ რომ არ გავსაჯო და არ იმას ვქნა. ჩემი ოცნება არის რამდენჯერმე ვსათქვამი გოგო მყავდეს შვილი მეთქი და თან იმასაც ვამატებ ხოლმე გიგი რომ ხო არ მყავს შვილი გოგო უკვე ვეჭვიანობ იმაზე ვიღაცას რომ მოეწონება და ამას აი გიზგავარ ხოლმე და თქვენი ამბავი წაროვიდგედით ძალიან შეგყავს გოგო ორი გოგო გყავს რა მაგარი მყავს ხო თან ერთი უკვე 13 წლისა დიდი გოგო უკვე გარტატეხის ასაკ თინეიჯერობის ასაკი და ეგ ამბები უკვე უფრო ხშირად არის რომ ვიღაცას მოეწონა ვიღაცა მაწყენინა ვიღაცა მიწერა და ნუ რა უდაქნა ღმერთმა დაგვიფაროს რო არ მიწერონ რა თქმა უნდა კი მაგრამ აი ძალიან რთული მომენტია და კარგია თუმცა რომ გველაპარაკებიან კი, ეგ არის ყველაზე კარგი, როცა ხო კი გვესაუბრებიან. იმედია ესე გაგრძელდება, ჯერ 9 წლის არის, მაგრამ იმედია ასე გაგრძელდება, რომ მე ვიქნები მისი მესაიდუმლე და მე ყველანაირად შევეცდები, რომ რა ვიცი, არ გავსაჯო, იმიტომ რომ მაგას არასდროს კარგი არაფერი არ მოაქვს რა. ხო, შიში რო ექნება მამის და მშობლის, უბრალოდ არ მოგიყვება, სხვაგან წავა იქ მოძებნის პასუხს რაღაცას და კი, ეგრე. ნდობა უნდა იყოს მოკლედ რა. იცი რა მინდა გითხო უკრაინელი მეუღლე ყავს შესაბამისად უკრაინასთან დიდი შეხება გაქვს იქ როგორი მამაშვილობა რამე განსაკუთრებული წესები ტრადიციები თუ აქვს თუ მიგიქცევია ყურადღება არ ვიცი მე მგონი უფრო იგივეა რა არაფერი განსაკუთრებული არაფერი არ არის არა ბოლოს ერთი ეგ არის რომ დიდი ქვეყანა რაღაცა ნუ ეხა არა ბოლოს 3 წელი რა თქმა უნდა ეხა ომის პერიოდია და ეხა სუსხანაირი ურთიერთობებია გადარჩენაზეა ხალხი და ეხა ბევრი მამა თავის შულთან ერთად ვერ არის იმიტომ რომ ბევრი ომობს ბევრიც კაცებს არ აქვს გასვლის უფლება და ბევრი უკრაინელი ქალები ბავშვებთან ერთად ევროპაში არიან წასულები და აქედან გამომდინარე ეს ურთიერთობა ისე ვერ აქვს ჩემს ირგვლივ ბევრია ასეთი შემთხვევა რომ ვთქვათ ცოლი შვილებთან ერთად მცირეწლოვანებთან ერთად არის ევროპაში წასული და ნუ მამები არიან უკრაინაში. ეგეც ძალიან ცუდია. ძალიან ცუდია ნამდვილად. ყოლია უცხოელი რესპონდენტები ინდოელი და იაპონელი. ორივე პრაქტიკულად ის თქვა რომ როგორი ახლო ურთიერთობაც გაქვთ ქართველებს მამაშვილებს და ოჯახში. ჩვენთან გაცილებით დისტანცირებულია და ასეთი ახლო ურთიერთობა არ გვაქვს და იმიტომ დავინტერესდით უკრაინაში როგორ არისო რა. ხო, განსაკუთრებით იაპონელმა აბსოლუტურად სხვა ეს იაპონელებს ხანაირი ხო, რაღაც ძალიან რთული დამოკიდებულება ახსენეს. სხვათა შორის ინდოელმაც. ხო, რა იქ მაგალითად ინდოელებისგან არ მოველოდი, მათაც ეგრეა. ძალიან რთული და აი მამა არის. ხო, მამა რაღაც ისეთი მაღალი იერარქია რა. იერარქია პრინციპი ჩვენთანაც არის, მაგრამ ნუ იმარად ესე მოგვიყვა, რა ვიცი.
მივახცენეთ, რა ვიცი, ნორმალური ადამიანი არ არსებობს, ვისაც არ სთქივა უკრაინის ამბები რა. ბავშვები თუ ინტერესდებიან, თუ გეკითხებიან ამ თემაზე რაღაცებს, როგორ პასუხობ? პირველ რიგში აი ომი როცა დაიწყო, ლიზი იყო მაშინ 6 წლის და პირველ კლასში შევიდა და ჩვენ რა თქმა უნდა არაფერი არ ვთხარით, ნუ ჩემი ცოლი ისე დეპრესიაში იყო, თვეები ძლივს გამოვიყვანეთ იმ მდგომარეობიდან, რა თქმა უნდა, როგორც უმეტესობა უკრაინელები და არა მარტო. და ჩვენ რაღაცნაირად არ ვეუბნებოდით, არ გვინდოდა რომ რაღაცნაირად ეს ბავშვობიდან რაღაცები ჩაგვეშვა, რომ მაგრამ ერთი რომ მოვიდა რაღაცნაირად ბედნიერი, რომ თელ სკოლაში უკრაინის დროშებიაო და რა ხდება უკრაინას დაკავშირებით თუ აი სულ უკრაინაზე მიდისო და უფრო სკოლიდან უფრო გაიგო რომ რაღაცა ომი იყო, იმიტომ რომ ჩვენ არ გვინდოდა რომ ბავშვი რაღაცნაირად დაგვეტვირთა, იმიტომ რომ არც დიდი და არც პატარა. უბრალოდ ერთი ის იყო რომ მამამდე სულ დადიოდნენ ხოლმე უკრაინაში და რაც ომი დაიწყო იმის ფერი არ ყოფილა. ჩვენ მე და ჩემი ცოლი ჩავდივართ ხოლმე, მაგრამ ბავშვები არ მიყვავს, იმიტომ რომ მაინც რისკია. ხო, რა რისკია. ძალიან მოქმედეს ბავშვებზე ესეთი ამბები. შეიძლება ვერც მივხვდეთ, ეხა ის რუსთაველზე რო დარბევებიდან ძალიან ცეცხლი როინთო იქ რა. მაშინ გიო პატარა ეხლა გახდა 9 წლის. და გვეგონა რომ არ აქცევს ყურადღებას, არ იცის ასე ეს და ის და გამოვიდა ერთხელ რაღაც ცრემლები მოდის და რატო ურტყავენ ესე ძალიან, ანუ ჩვენ თითქოს ვარიდებდით, მაგრამ მაინც აქცევს ყურადღებას, მაინც ხედავთ. მეც ხა ჩემი თავი რომ მახსოვს აფხაზეთის ომის დროს აი თბილისის ომის დროს პატარა ვიყავი, მაგრამ მაინც ხვდებოდი რომ რაღაცა აუ, მაშინ თბილისის ომის ამბავს და აფხაზეთის ომის პერიოდში დაწყებითებში ვსწავლობდი და ჩემი სკოლა იყო რუსულ-ქართული. არც ჩვენ მქონია ოჯახში ხა არ მიხსიდან არაფერი, მაგრამ რომ ესმოდა რუსი და ესა და ეს ყველა შესვენებაზე გაგვეთილი მთავრდებოდა. ერთიც მაგაც იმყავდა ოსი. წამოგიო მეთქი რუსები დავაჩმოროთ, მივდიოდი და ურტყავდით ხოლმე რუსებს. არ ვიცი, დაწყებითების მოსწავლეები ვიყავით. რაც გვესმოდა რომ იქ რუსები ამას გვიშვებიან, რაღაცა შურისძიების მომენტი მქონდა. ამიტომ ალბათ მაინც ჯობ რო აიხსნათ სახში რომ ესია, იმ ბავშვებს საერთოდ არ შევეხებოდა. ეხლა ჩემ ცხენია ხოლმე, ჩემი თავის ეგ რომ ახსენდება რა. შვილებთან უნდა ვილაპარაკო. კი, შვილებთან უნდა ვისაუბრო. უნებრივი ახლა ომისნაირი თემა ალბათ ცოტა მსუბუქად დამივაწოდოთ მართლა თორე შეიძლება ძილშიც ჩაყოს და სიზმარშიც ნახოს ისეთი რაღაცა, რაც მე კოშმარად გადაიქცეს. გიგი, ასეთი რამე გაქვს მოყოლილი საქართველოში როცა არ ვარ, ძირითადად დედას ვეკონტაქტები, მირეკავს, მაგრამ თუ მე ვერ გავედი კონტაქტზე, მე ჩემ ძმაკაცებს ურეკავსა და აღარ მახსოვს რაღაც გასტროლზე იყავი, აკლიმატიზაციის გამო ცუდად გახდა და დედამ დაგირეკა სურათებში არ ჩახარო, ამერიკაში ვიყავით. ხო და ხომ მშვიდობაა. მამას აქვს ეგეთი წინაგრძნობა? მამა ჩემს უფრო არა, უფრო დედა ჩემს აქვს ეგეთი წინაგრძნობა რა. მე მგონი მამები უფრო რაღაცა დიდ მოვლენებს აქცევენ უფრო ყურადღებას ვიდრე წვრილმანებს, მე ესე მგონია რა. საერთოდ კაცი უფრო ესეთი ექსპერიმენტი ჩაატარეს, ახლა არ ვიცი რამდენად მართალია ტყუილია, მაგრამ ნუ ერთ-ერთი ექსპერიმენტი ჩაატარეს და ქალებს რაღაც 500 ქალს და 500 კაცს მოუყვეს ერთი და იგივე ამბავი და შემდეგ მოაყოლეს სხვებისთვის და აღმოჩნდა რომ კაცების უმეტესობამ დაიმახსოვრა მთავარი ამბავი რაც იყო. აი ამ და ქალების უმეტესობამ დაიმახსოვრა წვრილმანები რაც იყო რა. აქედან გამომდინარე, ეხა ეს ცუდი მაგალითია, მაგრამ ქალები უფრო აი პატარ-პატარა დეტალებს უფრო რაღაცნაირად ყველა დეტალს აქცევენ ყურადღებას რა. კაცები უფრო არა, იმიტომ რომ ეხა მეც აი ჩემი ცოლიც ვთქვათ რაღაცა თუ ვიცი ბავშვი უნდა მოვიდეს ვთქვათ ქვემოდან ამოდის და ერთი წამი არა ვაიმე რა მოხდა ალბათ იქ ლიფტი ხო არ იმას და ანიკ ხო არ გაიშე ანიკ და მე ამოვა რა შეიძლება მეგობარი შეხვდა უბანში ელაპარაკება მეზობელს და ამოვა და ჩვენ რაღაცნაირად ახლა თუ არ გავიდა რაღაც 10 წუთი 15 წუთი და მე მივაქცევთ ყურადღებას მან ეგრე არიან ალბათ ჩემიც და მამაჩემიც სურამიდან რომ მოვდივარ ხოლმე სურამიდან ვარ დედა მამა და მამინდა ცხოვრობენ სახლში დედა და მამინდა ყოველ 10 კილომეტრში სად ხარ და თქვათ თბილისიდან მივდივარ ან პირიქით მოვდივარ ხო იციან რა დრო ჭირდება და თქვათ თუ არ გორში ვეუბნები რომ ცხეთას ახლახანს გავწდი იმიტომ რომ გორიდან იციან რამდენი ხანი ჭირდება ან ნელა რო წავიდეს ტრანსპორტი ან რაღაცა დაგვიანდეს პანიკა არ მახსოვს ერთხელ დაერეკოს მამას ჩავიდო და აბარასის ამდა ხო რატო უნდა და რატო უნდა ღმერთმა დაიფაროს რა მეცუდი რომ მოხდა ხო გავიგებდი ზუსტად ჩავიდო და აბარასის ჩავიდო და აბარასის არა ამ მომენტში ხა მე 13 წლის არის სანდრო
მარიკა რო ახოთ დაურეკე დავე ბიჭო ბიჭებთან არის დაანებე თავი მეც ნერვიულობ რასაკეთებს მით უმეტეს ისეთ ასაკშია მაგრამ ერთხელ კაი ზუსტად 13-ან 14 წლის ასაკში ვარ მე და ჩემი მამდებში და სუნამში ვარ დისკოტეკაზე ოღონდ ვერავინ ვერ გავიცანით და ერთმანეთს ვეცეკვევით მოკლედ და ბიჭები გქონია თავი მე მგონი პროდიჯი იყო იმიტომ რომ მაშინ სამი სიმღერა იყო ძალიან პოპულარული პროდიჯის სახელი არ მახსოვს სანტანას მარია და სტინგის This is Rose ხო და ნუ ჭკუაზია რო ართ რა ჩვენ მგონია რომ ყველა ჩვენ ცეკვას უყურეს და უცბად ხედავ რომ კარებში ძალიან ნაცნობი სილუეტი შემოდის მაგრამ ვერ აღვიქვი რომ შეიძლებოდა ის შემოდის დედა ჩემი დედა რა გინდა დისკოტეკას დაგაგვიანდად სახში მოსვლა არა არის 12-ის 5-10 წუთი რა დაგვაგვიანდა ატყდა თქო რომ დააგვიანდად ბავშვებს და ჩამოვაკითხა და რო შემოდიოდა ქალს უკითხავ სად მიდიხარ ქალა ეხლა შენ თუ იგონია რომ მე საცეკვავდა მოკლედ წაგვიყვანა ასე მოკვიდა ორივეს ხელი და კიდე კაი არავინ არ გვიცნობდა მაშინ ანუ არავის არ ვიცნობდით რა და თორე შემოწყვებოდა მოიგდე მამა ჩემი მაკითხავდა ხოლმე 1-2 ჯოი იყო კლუბი და ახსოვს ხო და ჯოი და 60 რაუნდი და იქ ეს ვიქ დავდიოდით ხოლმე მივდიოდით ხან ვიპარებოდით ხოლმე თუ ფული არ გქონდა მე რაღაცებს ვეხოწებოდით ამ დაცვებს და იმას შეგვიშვი 5 ლარი ღირდა შესვლა და 5 ლარი ახლა 2002 წელს ძალიან დიდი ფული იყო და 5 ლარად 5 ლუდი მოდიოდა და 5 ლუდი ლარი ღირდა ლუდი მაშინა 5 ლუდი ჯობდა ახლა რა თქმა უნდა შესვლას ხო და ერთი-ორჯერ მამა ჩემიც მოვიდა მაგრამ ახსოვს მოვიდა იქ შემოვიდა დაჯდა მაგრამ ჩვენთან არ დაჯდე ხო აი ზუსტად ჩვენთან არ დაჯდე მე კაიო სხვაგან დავჯდებიო დედა რას მიკეთებ უყავ ქარლებს კიდე ერთი ახასიათებთ რომ თარიღები იციან ძალიან კარგად რო გეკითხება ჩემი მაგალითი ესეთი აბა დღეს რა დღეა აუ ეხლა გაიხსენე რა დღეა თქვენთან როგორ იგი გახსოვთ ეს სიყვარული როდის აუხსენი ეგ თარიღი ახსოვს ნუ ნიშნობა მე მგონი მეც მახსოვს მაგრამ როდის იყო გამარებეთა ჩვენ თარიღები ეგ არის 5 დეკემბერს გავიცანით ერთმანეთი 20 ოქტომბერს ქონდა ქორწილი 10 შილიზე გავიშთა და 27-ში ნიკუშა ეგ არის ჩვენ ოქტომბერში არ ქონდა რა მე ოქტომბერში 16 ოქტომბერს ქონდა ნიშნობა გვანცას დაბადების დღეს და შესაბამისად ვერ დამავიწყდება 14 ნოემბერს ქორწილი 30 ოქტომბერს აუხსენი პირველად სიყვარული ოღონდ 16 ოქტომბრის წინა წელს აუ შენც მაგრა ძველი სტილით ხო ძველი სტილით 22 დეკემბერს აქვს მარიკას დაბადების დღე ეგ მახსოვს რა გინთავარია გახსოვს გიგი როგორი მუსიკოსი ხარ ხედავთ ყველამ და კარგად ვიცით მეტანკლებლად პირადი ცხოვრებაც ვიცით გასქურასთან როგორი ხარ ძალიან ხელმრუდი მართლა აუ აი არ და სურვილი მაქვს სულ მაგაზე მეხუმრება ხოლმე ჩემი ცოლი და რომ აი სულ უყურებ კულინარიულ რაღაცებს რომ აი როგორ ამზადებენ როგორ ბუნებაში როგორ გადიან და რაღაცა მაგრამ მე ვერა ხო არა ცადე ცდილობა იყო მაგრამ არ გამომდის არაფერი რა არ და მინდა რომ რაღაცა არა და ეხლა ვერ იტყვი რომ ხელის ტექნიკა არა აქვს იმიტომ რომ გიტარაზე კარგად უკრავ კი თქვენ მე საკმაოდ კარგად სხვათაშორის დღეს დილით რო წამოვედი ჩემ პატარა გოგოს ძალიან უყვარს ქამასოკოს სულგუნით და იქ შევუწვი ზემოდან კვერცხი მოვასხი და საწოლში მივართვი და ბედნიერი აუ შენი მიყვარს პურზე კარაქსუსს ძალიან მაგრამ მე მაგარი ვიცი არა საჭმელი მართლა ვიცი იმიტომ რომ სადღაც 7 წელი მარტო ცხოვრობდი სტუდენტობის პერიოდში და იძულები თორე სურამიდან რომ წამოვედი მართლა არაფერი არ ვიცოდი და მე მარტოობა მასწავლა ხო მარტო ცხოვრება ეგ დიდი პლუსია კი მარტოობა მასწავლა და საკმაოდ ნორმალურად გამომდის რაღაცეები უი ესეთი ფაქტი მოვჩხრიკეთ დაახლოებით 6 წლის დაოჯახებული იყავით და ესეთი რაღაცა თქვით ერთ-ერთი ინტერვიუში ადრე მეგონა ქორწინების შემდეგ ცხოვრება არ არსებობდაო. აღმოჩნდა რომ არსებობსო და 13 წელია მე მგონი გასული ხო უკვე? კი, 13 გავიდა ოფიციალურად ხო? კი. დღეს რა სიტყვის? ეგრე არსებობს. არსებობს. მე ეგრე მეგონა რომ ცხოვრება არის თავისუფალი ცხოვრება. მეგობრები, სხვადასხვა ადამიანებთან ურთიერთობა და მეგონა რომ აი ცხოვრება არ იყო, მაგრამ არსებობს რა. კი. არსებობს, რა პრიორიტეტები იცვლება. ახალი ინტერვიუ იყო, მე მგონი. ახლა თუ მე მგონი წავიკითხე თუ უყურე აღარ მახსოვს, მოგეთ ესეთი სიტყვები თქვით, რომ რას რო გადის უფრო მეტად მიყვარსო და აი ეგ სიტყვები არის ჩემთვის არ ვიცით. მალამოსავით მედება ხოლმე რომ ვისმენ დიდი ხნის წყვილებისგან, იმიტომ რომ მეც ეგეთი გზნობა მაქვს და თუ რამდენი ხანი ერთად ხართ?
13 წელია. ზუსტად. 14 ხდება ახლა. 14 2010-ში მოიყვანეთ სოლი 14 როგორ ხდება 15 ხდება 15. ესეც არ ახსოვდა. ამას ამოუჭრით ხო? 15 ხდება ხო 15. ზუსტად ერთ წელს დაუჯახეთ მე და მიშო ოღონდ მაშინ ერთმანეთთან არ მეგობრობდით. ფაქტობრივად არ ვიცნობდით ერთმანეთს, არა? ერთ წელს კი დაუჯახეთ. ნისა, რა მაინტერესებს? ტრადიცია თუ გაქვთ რაღაცა, რამე თქვა რაღაც დღესასწაულის განსაკუთრებულად აღნიშნა ოჯახში? ჩვენი პატარ-პატარა ტრადიციები გვაქვს. 9 დეკემბერს გვაქვს ბორშის დღე, იმიტომ რომ 9 დეკემბერს სადღაც ვიყავით მე და ჩემი ცოლი, ორსულად რო იყო ნილიზიზე. მოვედით აქ ჩვენ მეგობრების რესტორანში, ჭამეთ ბორში, დავიძინეთ და 2 საათში გაეღვიძა მარინას რომ უცელი ასტკიდა და წავედით. და ამიტომ 9 დეკემბერს სადაც უნდა ვიყოთ ბორშჭამთ კი. რა კარგი ტრადიციაა, ხო, ბორშის დღე. ბორშის დღე გვაქვს. კარგი ბორში იჭმევა სადმე თბილისში. კი, სხვა შორის ახლა ხო იცი რა არის განსხვავება ქართულ ბორშსა და უკრაინულ ბორშს შორის. იქ ხორცით აკეთებენ. ჩვენ და ხორცს არ აკეთებენ, იმიტომ რომ თუ ხორცი იყო სხვა რამეს გააკეთებდნენ რა. და იქ არის ხო ძვლის ნახარსზე და რაღაც სხვა რაღაცებს ამატებენ რა კიდე იქ. მე გავსინჯე ამასთანაც დესერტმა გოგომ გააკეთა და ლობიოც უკნა, რაც გემრიელი იყო, მაგრამ გამიკვირდა ხო. მე ჩემ ცოდოს ვაღიარებ, არ მიყვარს ბორში. ხო, ისეთ სპეციფიკურია. ხო, ვერ დავამუღა მე. ჩემი შვილები გიждები. გაგახსენებ შენ ხაში არ გიყვარს და იქ თორდება ყველაფერი. ხაში ას ლაპარაკობს. აი საერთოდ როგორ მეგობრობ შეჭერ. ეგ ხაში არ მიყვარს ხო? აი თან მაგარ ნაბახუსებზე უნდა ჭამო და შეგიყვარდებაო და როგორ ნაბახუსებზე ვჭამე, იცი, სამყაროს რო არც ერთ ფერი არ აქვს, ეგრე რო ხარ, ვერ შევიყვარა. გიგი, ფაქტია რომ შრომის მოყვარე ხართ, იმიტომ რომ რთულია ძალიან ბევრი შრომის გარეშე ამას მიაღწიო, რასაც თქვენ მიაღწიეთ. ბავშვობაში როგორი იყავით ამ ხრივ და პირველი ხელფასიც მინდა თუ გახსოვთ რაში აიღეთ პირველი ხელფასი? კი. ბავშვობიდან ზა ზომიერი ბავშვი ვიყავი ერთ სიტყვით. ანუ არც რაღაც ნიჭით ბრწყინავდი და არც პირიქით. ზომიერი ბავშვი ვიყავი, ალბათ როგორც ამბობენ, კარგი გასაზრდელიო, დამჯერი ბავშვი ვიყავი, ხულიგანი და ესეთი ნაკლებად. და მე პირველი ჰონორარი ავიღეთ ჩვენ მოგცეს ღია გაკვეთილზე დაუკარით, 3 მივედით. მოგცეს 100 ლარი სამ კაცზე, ეგ იყო ჩვენი პირველი ჰონორარი. კაცსასი თუ სამივე სასი? სამივე სასი. 30 ლარი ავიღეთ, 10 ლარად სიგარეტი ვიყიდეთ და კაცი წავედით. და ის ჰონორარი არა, მაგრამ აი პირველივე ჰონორარები მახსოვს რომ ვცდილობდი რომ რაღაცა სახში მიმეტანა და არ დამეხარჯა რა. იმიტომ რომ ბევრი სიკეთი აქვს ჩემებს გაკეთებული, როგორც ვახსენე და 23 წლის ვიყავი ეგ რომ დაიწყო. 23 წლის ვიყავი რომ დაიწყო პირველი ჰონორარები და უფლება არ მქონდა რომ რაღაცნაირად, იმიტომ რომ 23 წლამდე ჩემები მაძლევდნენ ყოველდღე გზის ფულს, საჭმლის ფულს, თუ რაღაც ყიდულობდნენ ტანსაცმელს და ამ შემდეგ დასვენება, გართობა და აქედან გამომდინარე მე ვიგზენი ეს პასუხისმგებლობა რომ თუ რაღაცა მეც შემომივიდა, ვცდილობდი რომ ოჯახში მიმეტანა. პირველი სიმღერა ის იყო, ხო, თვარე? თვარე იყო პირველად ჩავწერეთ კი და გამოვიდა კი. ორი მახსოვს. ხო, 2007 წელი იყო. მე 7 წელს გამოვუშვით კლიპი კი. კი, ქალბატონ იცით რომ ვახსენოთ არ შეიძლება თან ლომების მომთვინიერებელს ეძახია რომ წავიკითხე. თუმცა ამის მიხედვით და უამრავი ადამიანი ყავს გზაზე დაყენებული და ბევრ მუსიკოს გამოვულია და მომღერალს მის ხელში. თქვენ დაინტერესდით დააკურით და სიმღერით საკმაოდ გვიან მე მგონი. 14 წლის თუ სწორად მახსოვს. 14 წლის კი. ექსკურსიაზე წავედით და იქ სულ მეუბნებოდა დედაჩემი რომ გიტარა ისწავლე და არ მქონდა ამის რაღაცნაირად სურვილი და სულგა თუ არა გოგოები აღმოჩნდა რომ ერთ-ერთ ექსკურსიაზე რომ წავედით, ერთ-ერთმა ბიჭმა გიტარა გადმოიღო და დაიწყო სიმღერა და მთელი გოგოების ყურადღება წავიდა მაგისკენ და ძალიან შემშურდა ეხა რა. სახში მოვედით და საწყალი დედაჩემი გავაღვიძე 2 საათზე, გვიან ჩამოვედით. მეთქი დედა გიტარა უნდა მასწავლო, გადმოიღე გიტარა და თუ სიმღერე მოდის და ეგრე დაიწყო ჩემი გიტარასთან ურთიერთობა რა 15 წლის ასაკში და სადღაც 16-17
17 წლის ვიყავი, 18 წლის ვიყავი, მთვარე რომ დავწერე პირველი რა. მთვარე გაიღვიძა ბუნებამ და რაღაც ეგეთ სიმღერები. ესე იგი იმ ბიჭს დავუმადლოდეთ. იმ ბიჭს არ ვიცი სახელია მაგრამ ძალიან დიდი მადლობა რომ შენ იმ ექსკურსიაზე გიტარა დაუკარი, თორე ბევრი კარგი სიმღერა არ გვექნებოდა. გაიხარეთ. ეგ სხვათა შორის იმეც მაძლევს ჩემ შულს ვეხვეწები რომ თან თითები აქვს აი საოცარი სანდროს და ფორტეპიანოზე ნუ გამორიცხულია ვერ ვიზამა. გიტარა იქნებ მაინც მეთქი ჯერჯერობით უარზეა და მაგის იმედი მაქვს. გიგის ეს ისტორია რო ვიცი, დიდი ხანია ვიცი ეს ამბავი, იმედი მაქვს რომ რაღაც ეგეთ მომენტ შეესწრება და გაუჩნდება სურვილი რა. მე ჩემ შვილებს საერთოდ არაფერს არ ვეუბნები მუსიკალური კუთხით. აგერ აი ხედავთ გიტარები მიკიდია, მაგრამ არანაირ ინტერესს არ იჩენენ და მეც რაღაცნაირად არ მინდა რომ რაღაცა დავაძალო, იმიტომ რომ ეს ხელოვნების სფერო ისეთია, თუ უნდა ბავშვს. ხო. აქეთ ბოდიში და შეგჭამს რომ მატარე და აქედან გამომდინარე მე არ იმაშვები. პრინციპში არც მინდა ისე რომ ძალიან იყვნენ ხელოვნების სფეროში. არგის ხო, ძალიან რთულია. ფსიქოლოგიურად. ალბათ ყველა სფერო რთულია, მაგრამ აი ეს ხელოვნების სფერო ძალიან რთულია რა. თან იმ შემთხვევაში, როცა ეს არ არის რაღაცნაირად პროფესია, როცა კარგი იურისტი ხარ, ერთ კომპანიიდან მეორეში დაიწყებ მუშაობას და ეს ცოტა რთულია რა. თან საქართველოს არის პატარა ბაზარი. პატარა ბაზარია ხო, საქართველოს ბაზარი, პატარა ბაზარი. რო ვიცით ლადო რაღაცში დაისინე ხა მე არა გავგიჟდები ჩემი რომელიმე შვილი ჟურნალისტიკის სფერო წავიდეს, აი შანსი არ არის რა. ო რა თქმა უნდა, იცი რა სიბინძურეც ხდება ბევრი და არ გინდა რომ იმ სიბინძურეს რაღაცა ფორმით ნაწილი გახდეს ალბათ. დასტურ. გიგი, სირთულეები ახსენე და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ბულინგი ყოფილა, რაც წამიკითხავს. და შენ შვილებს თუ აქვთ ხოლმე ამასთან შეხება, ანუ როგორი ფორმით ცდილობ რომ შენ შვილამდე არ მივიდეს და ჯერჯერობით არ ყოფილა. რასაც თქვა გზავრების მიმართ ყოფილა. ჯერჯერობით არ ყოფილა ეგეთი და რა. ანუ ბულინგი იყო კაცო, მაგრამ ამათ არ გაუგიათ რა. ჯერჯერობით, რა ვიცი. იმედი შენზე როგორ გავლენას ახდენს ეს? მე დეპრესიაში მაგდებს წლობით. ხო არა? არა, ის არის ჩაოლებრივი ამბავია ეგ ალბათ რაღაც პროფესიის ნაწილია რა. არ ვიცი, მე უბრალოდ არაძოს არავის არ ვბრაზდები. ყველას თავისი აზრი აქვს და ყველა აზრს პატივს ვცემ და არ ვიტყვი რომ რაღაცნაირად უბრალოდ წინს ხოლმე რა. ძალიან დაუნდობელი გავხდ, დაუნდობლები. ხო, დაუნდობლები ვართ კი, ეგ არის რომ დაუნდობლები ვართ და იმას არ ვფიქრობთ ხოლმე რომ ერთ სიტყვასაც სულ ამაფრო სიტყვას აქვს ძალიან დიდი ძალა და არ ვფიქრობთ რომ იმ ერთმა სიტყვამ შეიძლება ვიღაცა ისე გაამწაროს რომ რაღაც საშინელება გააკეთოს. კი, ბევრი ყოფილა ეგეთი შემთხვევები მუსიკაში. რა, აღარ გავიხსენებ, მაგრამ ნუ ბევრი იყო რომ თვითმკვლელობამდეც მისულან ტიპები რა. ხო, კი, როგორ არის დარწმუნებული. თან ის ზოგი მაისი ჩააჭერს ხოლმე. ჩააჭერს ხოლმე ერთი და თან ჩვენ გვაქვს აი ჩაწერამდე ვსაუბრობდით რომ რატომღაც ყველა ვიცით ყველაფერი ბოლომდე. ხო. შეიძლება სპეციალისტი, რომელიც არის რაღაცა კონკრეტული დარგის სპეციალისტი, ახლა პირობითად ვიტყვი, თქვათ რაღაცის ექიმი. არა, მოდი ვთქვათ რა. ზურა სიხარულიძე ყავდა ერთ-ერთი უძლიერესი ნარკოლოგი. ვიღაცა ტიპები ბედავენ და უწერენ შენ რა იციო, აი როგორ შეიძლება. მარიხუანას მავნებლობაზე წერს და ვიღაცა სურათ დავინტერესდი, მე გადავედი პროფესიად, პატარა ბიჭია, უწერს შენ რა იცი, ბიჭო, კაი, იმან დაუშვათ არ იცის, მაგრამ იცის პროფესორია სწავლული. თან ვიდეოს კი არ უსმენენ ბოლომდე, ამბობს რომ შედარებით მარიხუანა ნაკლებად ზიანის მომტანია სინთეტიკურ ნარკოტიკებთან შედარებით, რომელიც დამანგრეველია და ეგრევე კლავს. აი უშვერი. ბოლომდე არც იგებენ და არც უსმენენ. ახსნას ვერ უძებნი, რატო ჭირდებათ და რატო ისე ნარკოტიკების თემაზე მივედით მიშო და კი მეც გადავშალე მივხვდი რომ აქეთ წახვიდოდი. ხო და არა ამაზე უნდა ვილაპარაკოთ ლადო რა. ბატონმა ზურამას თქვა რომ აი გვინახავს ჩვენ რაღაც ერთჯერადი კამპანიები ამ თემაზე და მე დამთავრდა. ხო და არ ვიცი მინდა რომ ამ ჩვენ მომების დროში მინდა რომ რაღაც თქვათ მუდმივი ხასიათი მისცა თითო ფაქტი მაინც ნარკოტიკის მოვლენაზე კი ბატონო. დავიწყებ მაშინ შენერთებართვით რომ არსებობს ეგეთი მითი რომ ცხოვრებისეულ პრობლემებთან გამკლავებაში გვეხმარება ნარკოტიკი რაც არის უკვე დასაწყისშივე სისულელე არ მომერიდება ამ სიტყვის თქვა იმიტომ რომ იმ ნარკოტიკმა შეიძლება წამიერად მართლა დაგავიწყოს ის პრობლემა მაგრამ რეალურად გაცილებით დიდი პრობლემის წინაშე გაყენებს ის პრობლემა ბუნებრივია არ მოგვარდება ამ ნარკოტიკის მიღებით მაგრამ დიდია იმის შანსი გახდა ნარკოდამოკიდებული რომელიც თავის მხრივ ათასობით ახალ პრობლემას გამოიწვევს
ასე რომ ეს მიდგომა რომ ნარკოტიკით პრობლემას გადავჭრით გამორიცხულია პირიქით უარესი ხდება რა და კიდე ერთი არანაკლები სისულელეა გავრცელებული რომ ერთხელ თუ გავსინჯავ ქვეყანა არ დაიქცევა და მე როგორ იმიტომ რომ რა ნივთიერებას იღებენ როგორც წესი უმეტეს შემთხვევაში მით უმეტეს გამოუცდელება არ იციან და ის არ იციან რაც თავარია ორგანიზმი როგორ რეაქციას მისცემს ამ იმას და შეიძლება ფატალურად დამთავრდეს და არ ვიცი ყველაზე დამანგრეველი რაც მე მაგიჟებს ამ თემაში არის რომ ჩვენი შვილები ხედავენ საშინელებას და ძალიან ცუდ მაგალითს იღებენ და ეს არ მინდა ორი ბიჭი მეზდება და არ მინდა რომ აი ეს გაბრუებული ცხოვრება ნახონ როგორია იმიტომ რომ მე მახსოვს მეზობელი ყავდა ერთ-ერთი ცნობილი ბარიგა თბილისში რა მახსოვს მთელი ბავრო თამაშობდი წრეში ბურს და ეს რაღაც უცნაური ტიპები რომ მოდიოდნენ გული გვისკდებოდა ხოლმე რა სახეს აღარ ვიტყვი აღარ არის ცოცხალი მაგრამ მთელი ეზო იყო გაკლებული აი ერთ-ერთი უცნობილესი ბარიგა იყო და მთელი ბავშვობა უყურებდი ვიღაც უცნაურ ტიპებს ჩვენი მამების ვალია ალბათ არა მარტო მამების დედებისაც მომელია რომ რაღაცა ფორმით რაც შეგვიძლია ჩვენ ხელთ არსებული ყველა საშუალებით ამ სენს რასაც ნარკომანია ქვე ვებრძოლოთ თან ყველაზე ის არის ხა ჩვენ ბავშვობაში რაღაც შესაძლებლობები იყო ძალიან ცოტა რა მე მახსოვს რომ აი თქვა მოგზაურობის შესაძლებლობა არ იყო აი დღესაც ბევრს არ აქვს მაგის შესაძლებლობა მაგას არ ვიტყვი ყველას აქვს მაგრამ ეს უკვე ინტერნეტის გაჩენასთან ერთად იმდენი რაღაცა შეგიძლია ახალგაზრდა ადამიანმა რომ გააკეთო მე და ჩვენ არ შეგვეძლო და მაშინ იყო ხოლმე რომ ჩემს ირგვლივ ნარკოტიკები როცა შემოვიდა ჩემს სამეგობროში და რასაც უყურებდი ყველა ის იყო რა აუ სხვა რაღა ის ვისთვი იყო რაღაცნაირი თავის დამკვიდრების თუ რაღაცა და დღეს იმდენი შესაძლებლობა აქვს ახალგაზრდებს ნარკოტიკების გარდა რომ გააკეთონ გაერთონ რა ვიცი იმოგზაურონ აუ ბევრი რაღაცა რა ჩვენ თაობაში თუნდაც სპორტი რო ავიღოთ შეიძლება კარგი ფეხბურთელი კალათბურთელი მორაგბე ნებისმიერი სპორტის ის ყოფილიყავი მაგრამ განვითარების საშუალება აღარ იყო მე ჩერდებოდა დღეს შეგიძლია რომ კარგი სპორტსმენი რო ხარ უცხოეთში წახვიდე წარმატებული კარიერა გაიკეთო და ერთი რაღაცა კიდაც მოსაწევით კიდაც ტაბლეტით თუ რა მნიშვნელობა აქვს რაღაცით არ დაინგრიო ცხოვრება და არ გააუბედურო სხვებიც ზუსტად რამდენი საოცარი ადამიანი დაღუპა რამდენი ბიჭი მახსენდება ახლა იმ ჩემს ძალიან ბევრ პანაშვიდზე ვარ ნამყოფი ძალიან ბევრ პანაშვიდზე მეც და თქვენს დარწმუნებული ვარ ჭვიანი განათლებული სპორტში პერსპექტიული და აი ამან და არ მინდა რომ ჩვენმა შვილებმა იგივე გაიარონ და იქნებ რაღაცა ეშოროს არ ვიცი მოკლედ ეგ არის რა მინდოდა გვინდოდა ამის ეხლა ანდაზობანა ვითამაშ რაღაც თამაში მოვიფიქრეთ და საკმაოდ უცნაური ანდაზები გქონია ქართველებს გიგი რომ ნახე ხა ამაზე არ გაგვიბრაზდნენ მაგრამ ნუ ყველაფერზე ბრაზდება ზოგი ხო და ეს უცნაური ანდაზები მოვძებნეთ ძირითადად ოჯახს და ოჯახს ეხება დავიწყებთ ჩვენ და დასასრული იყოს გიგის ვერსია კი ბატონო მე გეტყვით რეალურ ვერსიას აი ამაზე სულ გადავიერი პირველი თავშუე თუ ბოლოში დავიწყო და არა დაიწყე თულით დაიწყო კაი დედა მყავდეს თორე მამას გამოუცლით ასეთი ვერსია ასეთი ხალხური ანდაზა გქონია დედა მყავდეს თორე მამას ისედაც ვიშოვიო ძალიან ცუდი ანდაზაა მე თუ მკითხავ ესეც არ არის ისე რა აზრია საინტერესოა რა მაგრამ რა აზრი უნდა იყოს არა ზოგადად ანდაზა არის რაღაცა სიბრძნის გადმოცემა რომ მამობას ალბათ ყველა კაი ტიპი გამიწევს ხო არ ვიცი მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ მომეწონა მე მეც არ მომეწონა შემდეგი ეს შედარებით ნორმალურია დედამ შვილი მამას არ უნდა დედამ შვილი მამას არ უნდა ანდოს არ იქნება ეხლა ანდოს არ არის არ ვიცი დედამ შვილი მამას არ უნდა დაატაკოს ანუ არ უნდა გააღიზიანოს არ უნდა აჩხუბოს ხო დაუპირისპიროს ხო არ უნდა დაუპირისპიროს ხო ეს კარგია კი ხო შავლებს აქვს ხოლმე საერთაშორის ეგეთი ის რომ აი ბავშვებთან რომ მე თუ რაღაც დაძაბული ურთიერთობა აქვს მშობლებს ბავშვებზე ეუნებიან ხოლმე იმის ცუდ რაღაცებს და ეგ ძალიან ცუდია რა აი მე კარგი ვარ და იმან ესე გააკეთა ესე გამიკეთა და ესე და ისე და ესე და ეგ ძალიან ცუდია და ილექება ბავშვის ტვინში და განსაკუთრებით იმ ოჯახებში ხშირი როდესაც ცოლ-ქმარი ერთად არ ცხოვრობს კი და ეგ ძალიან ცუდია ესეც ძალიან უცნაური ანდაზაა თუმცა ალბათ აზრი აქვს რა ვიცი ცოლის ამორჩევაში უფრო ყურები მოიშველიე ვიდრე თვალები ეგ არის ზუსტად ანუ ის უნდა ის არის ხო უნდა გაიკითხო და ალბათ აბანოში უნდა წაიყო მამიდებმა უნდა გასინჯო ხო დედამთილანა აი ამასაც არ ვეთანხმები ახლა უყურე სხვისი ცოლის სიყვარული დანაშაულია
საკუთარისაკი სასჯელი? იცი. მართლა ეგრეა? დანაშაული და სასჯელია პირდაპირ დოსტოევსკია გადმოტანილი. არ ვეთანხმები ახლა სასჯელი ძალიან ხმამაღალი ნათქვა. ხო და არა შეიძლება სხვა აზრი აქვს და არ ჩაუღრმავდით. მამამ შვილს ვენახია ჩუქა და შვილმა არ გასხლა? ამას 19 წუთი დასასრული აქვს, თუმცა ნუ რეალობიდან არის და ეს არ არის საღაზრს მოკლებული. მამამ შვილს ვენახია ჩუქა და შვილმა მტევანიც აღარ მიეწოდაო. უმადური შვილის უმადურობა ზოგადად შვილებს გვჩვევია. კი, ეგრეა. სამწუხაროდ. ეს კაი ანდაზაა. ქვეყნისგან მოკლული გული ქმარმა გამიმთელაო. ქმრისგან მოკლული გული კი ალბათ ცოლმა, ხო? არა? არა, ცოლი ამბობს. ცოლი ამბობს? შვილმა. არა. ესე იგი ასე ყოფილა ქვეყნისგან მოკლული გული ქმარმა გამიმთელაო, ქმრისგან მოკლული გული ქვეყანამ ვეღარო. ხო. ხელა დიდი ტკივილი შეიძლება მოგაყენოს. აქ შეგვიძლია ცოლიც ვიგულისხმოთ ქმრის ადგილას, რომ ქმრის ქვეყნისგან მოკლული გული ცოლმა გამიმთელა და ცოლისგან მოკლული ქვეყანამ. მეორე ნახევრის ასე თემა. უთქვამთ. ხო, ასე უთქვამთ და ძალიან კარგი ანდაზაა. კი, კაი ანდაზაა, ხო. ეს მაგარია. ქალი მორცხვი ქვეყნის ფასი, კაცი მორცხვი ქალი მორცხვი ქვეყნის ფასი, კაცი მორცხვი, ჩალა? ხო რა, არ კვერცხის ფასი. რაც ცოლს არ უყვარს, იმას ქმარი თავის დღეში რაც ცოლს არ უყვარს, იმას სამზარეულოსთან არის კავშირში. თავის დღეში იზავს. რაც ცოლს არ უყვარს, ქმარი თავის დღეში ვერ შეჭამსო. აი, ეგ არის 100%-იანი. რა კოია? აი, გამორიცხულია ის საჭმელი გაკეთდეს ოჯახში. გენიალურია. ეს არის ძალიან მაგარია. გენიალური ანდაზა ქონია. კი. ძალიან მაგარია. რა კაი ანდაზები ქონია ქართველებს? ხო, ის იყო ცოტა უცნაური, მამას ბევრს ვიშოვიო თუ რა. ხო, ეგ ცოტა გაუგებარია. იცი, ასეთი კითხვა მინდა დაგისვა. შენი შემოქმედებიდან სიმღერებიდან ნებისმიერი, თქვათ, ლექსების დარწმუნებული გექნება და წერი, რომელიც სიმღერად არ არის ქცეული, უფლება რომ მოგეცეს, მოგცე რომ გამოსაჩენ ადგილას ბილბორდზე რა სიტყვას დაწერდი. ერთი სიტყვა? ფრაზა, სიტყვა, წინადადება, რაც გაგიხარდება. ჩვენი აქ ჩემი არ არის, მიშა მეგრელიშვილის არის ჩვენი ჯგუფის წევრის და ვინც ტექსტებში ერთად წერთ ხოლმე. მაგრამ ეს არის მომწონს ბოლოსაც დარჩება ისტორია სევდით და ხალიცით სადაგზა იარები გაქრება თავისით ნუ ერთ საქართველოს ორწელს უკვე აგას დავტოვებდი ალბათ რა ბევრჯერ მიფიქრია ხოლმე რომ აი დრო დავბერდები რა გამახსენდება როგორ გამახსენდება და ყოველთვის გამახსენდება კვეკვესკირის გატანილი პენალტი ბოლო ოღონდ მართლა არ გიპიფერები გულწრფელად ვამბობ მუსიკის ფონზე კაი და ასე მართლა იშვიათად თუ ხდება სიმღერა რაღაცა გამარჯვებას როგორც ეგ მოუხდა. გაიხარ. და დღემდე რა ვიცი, რესტორანში ვყოფილვართ დაბადების დღეზე, ყველგან ხო უკრავენ და თან ყველას მაგარი ემოცია მოდის. იმიტომ ის კარგი დრო გახსენდება რა. გახსენდება, კი, ეგრევე მომენტალურად ხდება იმის ასოციაცია კვეკვესკირი მარჩინიაკს გახედავს და დღემდე მგონია ამ გახედვის დროს რომ პენალს ხო არა აი ჩააქსოვა ფეხბურთი, მაინც. ფურცე უდავილავარ. აი, ხო თქვით გადაცემაში, მაგრამ დავით თორთქიფანიძე ჩავწერეთ ეროვნული მუზეუმის დირექტორი, აი საოცარი ადამიანი, რაღაც ზეზვაძე და მზიარზე და პრეისტორიულ აღმოჩენებზე და ამა უცებ ფეხბურთიო, ის კი დიდი ფანია ფეხბურთის. ეროვნულ მუზეუმში, ხო, ზეზვადა. ერთადერთი ბატონ ზურასთან არ გულაპარაკია ფეხბურთზე. ვისთან? ბატონ ზურასთან არ გულაპარაკია ფეხბურთზე. როგორ შემოიშალა? არა, ბატონი ზურა ძალიან მაგარ რაღაცას მოდი გიგისაც უთხრა თავა და თან მაყურებელს. ხო. ოცნება გვაქვს გიგი მედალოდას რომ პირველადი დახმარების აღმოჩენის რაღაც ტრენინგები ვიღაცად ხოლმე ჩავატაროთ მამებისთვის ვის დაინტერესებულია. ბევრს დავდივარ ჩემ ცოლ-შვილთან ერთად ეღრე, მაგრამ ღმერთმა არქნას რომ დამჭირდეს, წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა გავაკეთო და გვინდა რომ მამებისთვის ეს გავაკეთოთ და მარშანია არის მაგის კი, არჩილი. კი, არჩილმაშანი არის, უბრალოდ მაგის ფული ჯერჯერობით არ გვაქვს და რაღაცნაირად გვინდა და ბატონ ზურასთან წავიწუწუნე და მე მომზად ვარ, ოღონდ თავის პროფესიას რაც ეხება. ზედოზირების შემთხვევაში თუ იმეს წააწვით, ამის ტრენინგს მე რამდენი მამაც გინდა შეიკრიბეთ, მე ჩაგიტარებთო და ერთ-ერთი უახლოესი პირველი აქტივობა და გეგმა ეგ გვაქვს ახლა, რომ უნდა შევახსენოთ ბატონ ზურას ეგ ამბავი და
გვინდა რომ მამებისთვის რაღაცები დავგეგმოთ რა. მოდი ღვინოზეც გადავიდეთ. ღვინოსთან როგორ ხარ? კარგად. ღვინოსთან ვარ კარგად, ოღონდ დოზით რა. ხო, ნუ თავისთავად ამ შემთხვევაში იგი გულისხმობს. ოღონდ ღვინოსთან. მაგრამ რომ მეორე ღვინო სულ დაბახუცებს მაძლევს ძალიან. არ და პირიქით, მამაჩემი პირიქით არის რა ღვინოსზე, მაგრამ მე ღვინო მიყვარს, აი ბოლო წლებია ცოტა სუსო წრუპავ ხოლმე რა. ნასვამს თუ დაგიწერია სიმღერა. კი, ბევრჯერ, კი. მაგრამ ხა ბოლო წლებია ცოტა სვავ. ცოტას რა იშვიათად სვავ რა. მივხვდი რომ უკვე ნაბახუსები ისეთ ცუდი მაქვს, რომ უნდა ჩავაგდო მეორე დღე და მესამე დღის კიდე რაღაცა პირველი ნახევარი და არ მიღირს ხოლმე რა. ხო, არ გეცნობა რა. თქვენც ეგრე ხარ? მე ვარ ეგრე. ხო არა? ხო, ანუ არაფრად აღარ ვარ გიوار. ხო, მეორე დღეს არას. ხო, მაგრამ ეხლა ისეთი ღვინო უნდა გაჩუქოთ, რომელზეც გამორიცხულია ნაბახუსები. გადმოდი მიშო. ზომიერება საერთოდ ბევრი გითხოვს ხოლმე ყველაფერში ძალიან ალბათ ყველაფერში და ვა, დუბლაჟი. არ ვადგენ შენ თან ისაუბრი შეგაცა. ხო. ესე იგი, ასეთი თეთრი მშრალი წინანდალი ძალიან და მაგარი ღვინოა, გასაჩული მაქვს, დალიული მაქვს ბევრი. მაშინ ზედმეტებს აღარ ვილაპარაკებ. ძალიან კაი ღვინოა მართლა, ძალიან კაი ღვინოა. ფაქტებს რაღაც ღვინოზე უყვებით ხოლმე ფაქტებს და ეს ძალიან მომეწონა რომ ღვინის არომატში 80%-ზე მეტი შეგრძნება სურნელზე მოდის და მოკლედ სურნელი ღვინის თურმე გაცილებით მნიშვნელოვანია ყოველ შემთხვევაში სპეციალისტები ასწავლენ ვიდრე გემო და რა ვიცი ისე ხო რაღაც ზოგს მართლა რა მაგარი სურნელი და მე ეს ფაქტი მომეწონა რომ 1800 წლის წინ გამოსცეს კანონი ბაბილონში თურმე გაყალბებო თუ ვინმე გააყალბებდა ფასფიცირებას გააკეთებდა ღვინისას დინარეში აგდებდნენ კიდე კაი საქართველოს არის საბჭოთა პერიოდში ნახევარი საქართველოს დინარეში იქნებოდა კი ცოცხლე კი ზოგადად ღვინის დაყენება მაგარი კულტურაა და ვფიქრობ რომ ძალიან სერიოზული ტრადიცია გვაქვს ის რაც მართლა შეგვიძლია მთელ სოფლიოში. კაია რომ ბოლო პერიოდში თან ბევრი წამოვიდა ნელა ბევრი სხვადასხვა კომპანია არის და ისეთ საოჯახო მარნებია. კი ბატონო, რაც უწყობს ხო, ჩვენი კულტურის ნაწილია, ჩვენი ძალიან დიდი მემკვიდრეობაა და ამ სოფლიოშიც მაგრა გავიდა. კი, დიდი მადლობა დუგლაძეს, მართლა კარგი ღვინოს აკეთებენ. კი ბატონო. ესეთი კითხვა მოსდადო, კი ქონა ქონიშულ და მინდა რომ დავსვა. გიგი, როგორი გინდა რომ დაამახსოვრდე ლიზას და ნიკოლას? რა გინდა რომ რა გენდოებოდა, რა გაგახარებდა, რო თქვა. როგორი იყო გიგი? ეგ ალბათ რაღაც კარგი რაღაცები, მაგრამ რა ვიცი, რამდენად იქნება ეგრე არ ვიცი. რთულია ხო? რთულია კი. შენ და სიტყვი, პატივცემული. როგორ მინდა დავამახსოვრდე? მეგობარი. ხო რა. ნუ მეგობარი მეც ეგრე ხო მეგობარი. ხო, რაღაცა კონკრეტული ფაქტი და იმით რომ გავახსენდე მხოლოდ ერთი ფაქტი ძალიან მეწყინება. მირჩენია რომ აი რაღაცა მეგობრები რომ შეიკრიბებიან და მამებზე ილაპარაკებენ, ჩემ შვილმა რომ დაიწყოს ლაპარაკს, ბედნიერი სახე ქონდეს. კი, მეც ეგრე კაი მეორე ექსპო ჩემმა. ჩემმა შვილმა მართალი ხარ, არასწორად. როგორ თქვი? ჩემ შვილმა მეთქი და ჩემი და მიშოს მუდმივი დავის რა. ჩემს ვამბობ ხშირად და ჩემმა შვილმა ბედნიერი სახე მიიღოს, როდესაც ჩემზე ისაუბრა. მე ისევ დასაწყისში წავალ გიგიმ რომ მამაზე ისაუბრა, ეგ არის ძალიან დიდი ბედნიერება. აი მას ვისურვებდი რომ ეგრე ისაუბროს ჩემმა შვილმა, ჩემზე როგორც გიგი მისაუბრა მამაზე რა. ბავშვობის მოგონება თუა რომელმაც ძალიან დიდი გავლენა მოახდენა შენზე. ალბათ ფიჩხების შესაძლებლობას რო დავდივოდით 92-93 წელს ბავშვები, იმიტომ რომ შეშის ფეჩი გქონდა სახში და ძალიან გვიჭირდა როგორც ყველას და აი ეგ მახსენდება რაღაც ცხოვრობდით გიგი. გიგმის პასივში აქ დავიბადე, აქ გავიზარდე მე და ფიჩხები კი იქნებოდა მან ტყეში, მაგრამ სხვები ცივლიდნენ. კი. ხოდა ეგ მახსოვს და კიდე მახსოვს აი მაგ პერიოდიდან მაქვს რაღაცნაირი ესეთი ყველაზე მძაფრი მოგონებები, ერთი რომ შუქი რომ მიდიოდა ხოლმე ბაბუა ჩემი სიმღერას გვასწავლიდა, მაგით ვერთობოდით ხმებში და სამეზობლო მთლიანად ყველა ერთად რო ვაკეთებდით ხოლმე სადილს რაღაცა გარეთ რაღაცაზე. აი ეგ მახსოვს რა. მაგარია. უკან არის ტელესკოპი. კი. ბავშვებთან ერთად თუ ათვალიერებთ ხოლმე ციურ სხეულებს. კი, ჩემი ცოლი არის მაგის ოსტატი რა. მე როგორც ხელებიდან არაფერი არ გამომდის გიტარაზე. ის აყენებს ხოლმე და მთვარე ჩანს, აი ძალიან კარგად. ხო. კი. კიდევ მთვარე და სხვადასხვა. უბრალოდ ეს ესეთია, სამოყვარულო არის ლიზიკოს უყიდეთ დაბადების დღეზე შარშანწინ და მაგრამ აი მთვარე, სავსე მთვარე ან რაღაც რო არის, აი ძალიან ისე კარგად ჩანს ხოლმე. და ანძას რა თქმა უნდა. ერთსაც ვიკითხავ, წარსულში დაბრუნება რო შეგეძლოს რა შეცვლილი?
რავი რაღაცებს სულ ამბობდი ხოლმე არაფერს არ შევცვლიდი თქო, მაგრამ რავი რაღაცებს შევცვლიდი ალბათ რა. პრინციპში არ ვიცი, შეიძლება არც არაფერი არ შემეცო. აუ მე უპასუხებ მოდი მაგაზე რა წეგარასთვის გამახსენდა ახლა. ძალიან ცუდად ჩაგრავდით ხოლმე თან რუსულ ჯგუფში რო სწავლობდნენ, ეგ იმას კი ანიშნავდა რუსები იყვნენ, მაშინ არ ვიცოდი. მეგრელების დიდი ნაწილი თან დევნილები თურმე ქართველებზე ერთ ბიჭს შემოვარტყი ძალიან ცუდად. დღემდე სიზმაში ვხედავ ხოლმე რამდენი წელი 2000 წელს დავამთავრე სკოლა და 91-92 წლების ამბავს ხვევი. შემოვარტყი და საერთოდ არ განძრეულა და უპს არა უშავს. აი ცუდი ამბავი მოვყევი და იქაც და ძალიან მცხვენია და მაგას არ თიც არ დავაკარე. აუ მაშინ მეც მოყვებით ჩემ ცუდ რაღაცას რა. ერთი ბავშვი იყო, ვანიკო ერქვა, სახელი მახსოვს მარტო არც გვარი, ჩვენი თანატოლი იყო, ჩემ გვერდზე უბანში ცხოვრობდა და ყველა ჩაგრავდა. აი მივიდოდნენ და ვთქვათ რომ თამაშობდით, წიხს ამოვარტყავდნენ, არასოდეს სიტყვა არ დაუბრუნებია. და ერთხელ ძმასთან ერთად იყო მოსული, ძმის სახელიც არ მახსოვს და ყველა ვარტყავდა და მეც რატომღაც არასოდეს მქონია თავის დამკვიდრების პრობლემა უბანში და მეც მივედი წიხლი ამოვარტყი და აი ცხოვრებაში ბევრი რამე დამავიწდა, მაგრამ აი იმის სახელი. შენ ყველაზე მაგრად ეწყინებოდა ბიჭო. აუ შენ რატომ მირტყამო და მაშინ ვერ მივხვდი და ვერც იმ დღეს მივხვდი და მეორე დღეს რო ჩავედით სათამაშოდ. ვანიკო აღარ თავიზმა და ვის მეზობლად ცხოვრატო არ არის და მაგათო ბანკმა წაართო სახლი და აქედან წავიდნენ. თელი დღე ვტიროდი და იმის მე რა მართლა ვოცნებობ რომ ეს ტიპი სადღაც შემხვდეს არ ვანიკო მახსოვს მარტო და თუ ვანიკო უყურებ ბოდიშ ვიხდი ძალიან დაუნდობლები ვართ ხოლმე ადამიანები გავნადგურდი რა ბავშვებში არის სხვათა შორის ეგრე ბავშვები მით უმეტეს მოზარდები კი ჯოგის პრინციპია რომ მეც არ გამიტომ რომ თქვენ არ ხართ ხა ეს კარგი ადამიანები ხართ და ბავშვებს ეგეთი იქნებოდ უბრალოდ ეს რაღაც აყოლიება ეს თავის გამოჩენა ესენი ახლავს ბავშვობას ძალიან მძიმედ მახსენდება დღემდე და ვოცნებობ რომ სადმე შევხვდეს და მაგრამ გადასარევ და კაი თემებზე ვისაუბრეთ კი ბატონო და უღრმესი მადლობა გიგის მადლობა თქვენ ბიჭებო მადლობა ისევ და ისევ ჩვენ მეგობრებს კომპანია FR-ს თავისი პროფესიონალი გუნდით დუგლაძეების ღვინის კომპანიას თავისი არაჩვეულებრივი ღვინოებით და რა თქმა უნდა ჩვენ სტუმარს დიდი პატივისცემა, დიდი სიყვარული გიგებთ. ასევე დიდი გულშემატკივრები ვართ თქვენი და სულ ძალიან მაგარი ამბები და მოსაყოლი ქონეთ თქვენ შვილებს თქვენზე მოკლა. აი ბევრი კარგი ნოტი იყოს თქვენ ცხოვრებაში და მაყურებელს ყველაზე მაგარი. მაყურებელს უთხრათ რომ უნდა გამოიწეროთ ჩვენი არხი, მოიწონოთ და ლაიქოთ თქვენთვის თითის დაჭერა, ჩვენთვის გვერდში დგომა და ძალიან მაგარი მხარდაჭერა. აბაჰო. აბა დროებით. ახონს უზარმაზარი მადლობა თქვენ ბიჭებო ძალიან კარგი საუბარი შედგა და ძალიან კარგი გადაცემა გამოვა წესით. კი